სჭირდება თუ არა შენს ორგანიზმს შაქარი? პასუხი აღავსებთ. არა, საერთოდ არ სჭირდება. მაგრამ მოიცა არ გადასკროლო, ახლავე აიხსნი, რატომ ცხოვრობდი აქამდე ტყუილში და რა სჭირდება შენს ხელს რეალურად. ბევრი ფიქრობს, რომ ტვინს სამუშაოდ ტკბილეული სჭირდება, სიმართლე კი ისაა, რომ შენს ორგანიზმს სჭირდება გლუკოზა და არა ისეთ თეთრფრთმელი, რომელსაც დილით ყავაში იყრი, ან ტკბილ გაზიან სასმელებთან ერთად იღება. დიახ, შენი ტვინი მოიხმარს ორგანიზმში არსებული ენერგიის 20%-ს, მაგრამ ამ გლუკოზას შენი სხეული თავად გამოიმუშავებს ჯანსაღი ნახშირწყლებისგან, შვრიისგან, ბრინჯისგან, ბოსტნეულისგან და ხილისგან. ბიოლოგიურად ადამიანს ნულოვანი მოთხოვნილება აქვს დამატებულ შაქარზე. რა ხდება, როცა მაინც იღებ შაქარს? ის შენს ორგანიზმში არანაირ სასარგებლო საქმეს არ აკეთებს. პირიქით, ავტორიტეტულმა 15 წლიანმა სამედიცინო კვლევამ აჩვენა შოკის მომგვრელი ფაქტი. ადამიანებს, რომლებიც კალორიების 20%-ს დამატებული შაქრისგან იღებენ, გულსისარღვთა დაავადებების 38%-ით მეტი რისკი აქვთ. გარდა ამისა, ჭარბი შაქარი, რომელსაც ვერ ხარჯავ ვარჯიშისას, პირდაპირ მიდის შენს ღვიძლში, გარდაიქმნება ცხიმად და იწვევს ინსულინ რეზისტენტობას. აი, სწორედ ეს არის შენი შეჩერებული მეტაბოლიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამიტომ უნდა შეწყვიტო ცარიელი კალორიების მიღება. არ გჭირდება შოკოლადი ენერგიისთვის. ენერგია უნდა მიიღო ნამდვილი დაუმუშავებელი საკვებისგან, რომელიც შენს კუნთებსაც გამოკვებავს, ენერგიასაც მოგცემს და ტვინსაც იდეალურად ამუშავებს. თუ გინდა ზუსტად იცოდე, როგორ დაიკლო ზონაში ჯანსაღად, როგორ იკვებო სწორად და საბოლოოდ შეცვალო შენი სხეული, დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახოთ ჩემს 22 გვერდიან წონის კლების ელექტრონულ სახელმძღვანელოში. უბრალოდ დააკომენტარე სიტყვა წიგნი და შეძენის დეტალებს და ლინკს პირდაპირ შეტყობინებებში გამოგზავნე.